სალამ მეგობრებო, როგორ ხართ? მოკლედ, გაცოცხლებულის რეაქციას ვიღებ. ძალიან მიხარია, იმიტომ რომ ვგიჟდები ამ შოუზე. დასწრებაც ძალიან მიყვარს და ზოგადად YouTube-ზე სულ ვუყურებ ხოლმე მიუხედავად იმისა, რომ ზოგჯერ ვესწრები ხოლმე live-შიც. ამჯერად ბოლო ორი გადაცემა ვერ მოვახერხე დასწრება, მაგალითად ძალიან გული დამწყდა, მაგრამ წინა გადაცემაზე იმდენად ვიხალისე. მე ვიფიქრე, რომ მეთქი რეაქცია რო გადამიღო ძალიან კაი იქნებოდა, თქო, ხო და ეხლა ერთი დღე უკვე თავს ვიკავებ. ანუ არ მიყურებია ჯერ, რა თქმა უნდა. და თქვენ ხართ უყურებ გაცოცხლებულ შოუს. მოლოდინი მაქვს, რომ ძალიან მაგარი უნდა იყოს. თან ცოტა დავსპოილერდი, რომ კალაზის გუნდიშას ადგილას ეგ კიდე დამატებითი ინტრიგა არის ჩემთვის, იმიტომ რომ გუნდიშა მე მგონი არასდროს არ ყოფილა სცენაზე, თუ სწორად მახსოვს, ხო და მგონია რომ ძალიან მაგარი იქნება და მოდით ახლა ერთად ვუყუროთ, გავერთოთ და ასე შემდეგ. და სანამ უყურებას დავიწყებ, ხალხო, აუცილებლად გამოიწერეთ არხი. იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანი არის ჩემთვის და იქნება რამენერად 1500 გამომწერზე ამიყვანოთ, თუ შეიძლება. თუ ვიდეოც მოგეწონება, დალაიქეთ, დატოვეთ კომენტარი და ახლა კიდე დავიწყოთ. გამარჯობა მეგობრებო, ეს არის გაცოცხლებული შოუს მორიგი ეპიზოდი და დღეს სიახლე გვაქვს საინტერესო. გუნდიშა წამყვანად არაფერს არ ვარგოდა და სადეთ ამის გამოსწორება ისე რომ დღეს მე ვიქნები ამ გადაცემის წამყვანი. მადლობა გიორგი. და აი რაღაცნაირად უხერხულად ვგრძნობ თავს რა, უბრალოდ უცნაურად რომ გუნდიშას რომ ელი და კალა რო ხდება და სულ სხვა ვაიბია, მაგრამ მომწონს. შევახსენებ მაყურებელს ასევე იმას, ისაც კარგად იცით, მაგრამ ბეტსონ სპორტი გახლავთ ჩვენი წარდი. დღეს ჩვენი სტუმარი კი იქნება ყველასათვის საყვარელი, სამარილედან საინტერესო ადამიანი. გიორგი გუნდიშვილი, გიორგი, მადლობა რომ პირველ რიგში ხარ ჩვენი სტუმარი. რამდენად ადევნებთ გუნდიშა რო სტუმარია, მაგაზე ვგიჟდები. თვალს ამ გადაცემას საშუალება როცა არის ხოლმე დროის ხანდახან უყურებ ხოლმე. ყველა ეპიზოდი ნანახია. კარგი. გუნდები გადავანაწილოთ, მოდი, კი კარგად გახართ, მაგრამ თქვენი ყურება ისაც ამას რძენია სამარილეზე და მე მგონი უნდა დაგშალოთ. მოდი გუნდიშა და კნო იყვნენ ამ შემთხვევაში. და ქორო და ცოტნე. არა და მე ცოტნეს და გუნდიშას დუოფ რო გამისწორდებოდა, იმიტომ რომ სამარილეზე ძალიან შეთამაშებულები არიან და ხუმრობაც რომ მგონია ესე უფრო გაუმარტივდებოდათ. მე ოკეი, ესეც საინტერესოა. წადი იქი, წადი. სპორტსმენები ერთად იყვნენ რა. როგორ განწყობაზე ვარ პირველ რიგში? თან სანამ რაღაცას კითხავთ, დალევა მინდა ხოლმე, მაგრამ ცოტა დიდი ხანი ილაპარაკეთ, რომ მოვსვო. იმიტომ კადრში კარგი იქნება. თავიდან მკითხება. როგორი განწყობა გაქვთ ბიჭებო? აი, აბა რა, ბიჭო, აბა. ჩვენს ახალ სპონსორზე კი, იმიტომ რომ ახლა ჯერ სპონსორებია და თემები რო დაიწყება, მაგნატელამდე გადავახვევ. კაი. ნუკრი სურმავა 3661. რა არ უნდა თქვას კონსულტანტმა, რომელმაც დიდხანს დაიგვიანა და დიდი რიგი დააყენა მაღაზიაში. ხშირი შემთხვევა არის. ტუალეტში არ შეხვიდეთ ცოტა ხანი. ბოდიში სპლიტებს ყრიდით ძერში და აქვე ქორო ძალიან მოუხდა გაცოცხლებულს რა, ბოლოს 3 გადაცემა მე მგონი რაც არის და წინა გაცოცხლებულზე იმენად სუდად ვიყავ, იმიტომ რომ მართლა ძალიან ორგანულად და რაღაცა ხუმრობდა და ეს სწრაფი იუმორი ლუკას მერე ყველაზე კარგად გამოსდის ჩემი აზრით. გავაგრძელოთ ახლა. ხო, ამას. სად არის კაცო ამდენი ხანი ეს? მოვიდი ბოდიში. უია, მეც ამის გამო ვიყავი ძალიან დიდი ხანი რომ დამოგვიანდა. სულ ეს იყო. აბსოლუტ სინემა. კაი, გადავიდეთ შემდეგზე. მქონდა რაღაცა. გქონდა? ხო. შენ გიორგი ანუ ჩადი რა. ამოუშვე რაც ის აკეთებ. ხო და გაიკეთე უკან თუ გქონდა. კარგი. სებს იგწერს. სამყარო სადაც ქალები არ არსებობენ. და არის ხოს ეს ჭურჭელივი კაცო. ეხლა სექსისტური ხუმრობები წამოვა და მე ნერვები მომეშლება, ვატყობ, მაგრამ ნუ ქალებზე კარგ ხარისხიან ხუმრობებზე მე ყოველთვის კარგად ვღადავ, ასე რომ აბა თქვენიც.
არა კაცო, ღვედი რა თმინდა, შედგავა. გივი გამომარჯვე, დღეს 40 ლარი მაქვს და უნდა მომცე. აგავაში, ხო? მიეცი რა პასი შენი მამამო. ხო, აი გინების მომენტი. მამა მიჯვნი. ბაბის მუ. ადო. ვა, პიდარასტების შეკრება. კი, გელოდებოდი. გიორგი მესხი წერს ფრაზები, რომელიც შეიძლება თქვა ფეხბურთის ყურებისასაც და ქორწილშიც. არა, ნუ შეხედე ხა, ეგრე უეჭველი შეუგდებს ეს რა. შეუგდე. ჩვენი საამაყო ქართველები, რამდენს სვამენ ბიჭო, რამდენს იტანენდო? კაი კაცი გწერს. სათვალეები, რომლის გაკეთებითაც ყველას ისე ხედავ, როგორებით სინამდვილეში არიან. ძანა. ვა. არა, მაინც უკანია და. ეს იბერიას ფეხბურთელი არ არის? მეორე გუნდის? გამომარჯვეს. არა. მე მოვალ. ეს იუთუბერი არ არის? ტიკტოკერი? შენ მიდი. მოდი. ხო, ინდური ხუბრობა მოდის ჩემი აზრით. ვიცა? ლუკა კალატოზი. ვოლტის კურიერი. აია. ჯაბა გედენიძე გწერს. ნატო გვეჩხუბები. არა, ბოდიში, ჯაბა ზედგენიძე წერს. საინფორმაციოში გამოგაცხადეს, რომ გეი გახდაო. ხო, კი, გავხდი ის. რა გახდა ის ეს ვიყავი რა არის? საიდან მიხვდნენ? ჩავწოთავა ერთი ტელევიზორი. გიორგი ხოიძე გეი გახდა. ვარი შულო, შენზე ამართლა? აი, იმედი აყობა ამამა და. დეზინფორმაცია. რა გეი, კაცო, რა გეი. გადაცემა არ გავატრაკი და რამე ვერ გამოიზროს. ეგრე იქნება, ბუბერაზი გადაცემა. რაღაცა არ მომწონს. რა გეი, 1-2 იმას ავქენი უბრალოდ რა. რატო არ გეი? რა გეი? აბა გუში ღამე არაფერი მომختارაო. ცოტნე. რა გეის, მაგაზე გველმა უკმინა რა. ჭეშმარიტი იუთუბერი, შენ გე ტიკტოკერიოს ეხლა. და ჩემს არ უკმენია რა. რო მიკბიდოს მე. აი ნუ აშკარად ბევრი გაქვს ნაფიქრი ამ თემაზე და გადავი თემების ყუთი დავუდგამთ, ეხა შევამჩნიე. ეგზე ყველაზე უცნაური სიტყვა, რაც შეიძლება სექსუალური კონტაქტის შემდეგ თქვა. ავიღალი რაღაცნაირი თემებია. მადლობა. რამდენი იყო ჩემზე? იპ, რა ვიჟიმავე. მართლა კარგი ბიჭი ხარ. ჩემი სპონსორი იყო. 5-დან 2. შეგიძლიათ. ყვალი გწერს, ქართულ სუფრაზე მოხვდი, სადაც თამადა მხოლოდ რითმებით ბაზრობს. ანუ დავწეროთ. ეს. რაც გინდა ისქენდი კაცო. აგრესიული წამყვანია. გუნდიშა მაინც იცინოდა შეჭმა. აი, გუნდიშა ცილზე როგორ
გუნდი შევეჯდა ხოლმე სულ კვდებოდა განსაკუთრებით ცოტნეს თემებზე სიცილისგან და მაგაზე კიდე 2 მაგად და 3 მაგად მეცნებოდა ხოლმე და კალას ეხა რაღაც ის სიცილის ვაიბი არა აქვს უფრო სერიოზულაცის რა და ხო ეგ ცოტა დამაკალდა გუნდში დაბრუნდი რა მან ყავს და გიცინოს მინდა დავლიო ეს იქა თქვენი დღე გრძელეთ ყველამ ამ ბიჭმა ხო შემჭამა რით ვერ ჩაიჯვი გელა ელეს გელაფიქრე ის არის და კიდე დავწერო და ვიარო ესე რით ვერ ჩაეჯვი გელა მარტო მემცხელა მარტივი მაგრამ გენიალური ამჭიქას ბოლომდე დავლებთ არ გავიგონო ხმა თორემ წინ ჩამოგამწკრივებთ არც ერთს აქცდებათ OMG გელა გადარჩა კაია გადავედით შემიძლია გელაზე მარტივი რითმაა და ბევრი ლექსის დაწერა ყველაზე უცნაური მიზეზი თვითმფრინავის რეისის გადადების არ მე მაქვს საოცარი წინასწარმეტყველა ჩემი შვილები ყოფილი აი არ ვიცი რა იქნება აუ ცოტა ისევა და რატო გადაიდო კაცო წყალმა აუდუღა რა და ახლა ბომბა საათი ვიყიდე რეალურ ფაქტებზე დაფუძნებული ხუმრობები შაბა თვითმფრინავი მოვიდა ვარმშია აია აი თქო კალამ სიცილი მოვწოდე უნდა გადავდოთ ეს რეისი რატო რა მოხდა ჩამოანგრიეს ორივე ტყუპის შენობა უკვე ეს ვერ გავიგე გადავიდეთ ის წამყვანია ძალიან უხასია უჟმური არიცინის არ იცინი ვაი ეხლა არიცინი რაღაცა საწავი ხო ეხა ხუმრობები არ უბრალოდ ვიტყვი აი მოიჭაზო აი მოგიტყვა გაგის ანდიში რაღაცა ეჯერ 1 კილა მაქვს დალევი განაგრძე არა ჩემი აზრითაც კალას სცენაზე უკეთესია და სცენა სჭირდება კალა და გუნდიშა სადაც არის მაგ ადგილზეც მათ ადგილზე იდეალურად არის და მან უნდა იყოს ჩემი აზრით აი მას კი არა მაგრამ გუნდიშა ვერ ხუმრობს არამე ანუ ხუმრობს უბრალოდ იქ უფრო უკვე ორგანულად არის და იქიდანაც უფრო კარგად ხუმრობს ვიდრე სცენიდან ჩემი აზრით იმედია გაიგეთ რა თქვი ხო მართლა კი არა აი შეიძლება გავიმაგნო ე განა ნიკ SG3 ყველაზე უცნაური მიზეზი მეზობლის კარზე დასაკაკუნებლად სკინა კაკო დაქტორ ვინ არის კაცო რა არის გაქცევა დამავიწყდა დებილია ეს ბავშვი კაკო გამარჯობა ათონელი ხარ შურელი ხარ ათონელი შალვა ათონელია მოდი ეხა ეხა მე ვარ გამოვიწყდა არ ვიცი რაღაც იქიდან ვერ გააღები თქვენ ნუ ერთვებით რა ჩვენი მეერთი რა ჩვენ გიკონტროლებთ კარის საგან არა გამოვიწყდა ვინ არიან ესენი გამოვიწყდა დაგავიწყდა მე ვარო და რა მომიფიქრე ჩაგიცხა კაკუ დაკავს და აუ ეხლა მახსენდება რაღაცნაირად მე და ჩემი მეგობრები რომ ვზივართ ხოლმე იქ და ჩვენ ხუმრობებს რომ ვიფიქრებთ და ჩვენ ხუმრობებს რომ ვკვდებით ცილისგან აი ძალიან მომენატრა ეგ იმედია რომ შემდეგ გაცხოვებული მალე იქნება და მალე წავალთ და ისევ მალე ვიხუმრებთ ჩვენს ხუმრობებზე და ამათ ხუმრობებზე და ძალიან მომენატრა იქაურობა კაი დენენე დეშენე დენენე რა გინდა პერიჩიტა კარპეტი არის მინი ეს გამიგე ვერ მიხთავე რა ვერ ხდებიან ასე ლუკა კაი ხარ მომწონს კაკო ოპ
ნებისმიერა მიდის, აი მიდი. ეს დიდი. კაკუ. მამა. არა. აბოდიში მაიზვინ. კაკუ. მამა. და მოვიდა მეგობრებო ჟამი. გამომაცხადოთ სპონსორი კიდევ ერთხელ. ჩვენი სპონსორი გახდა TBC ბანკი. კაი გადავახვიეთ კიდე. კაი კაცი. ტვინში მეხსიერება გაგევსო და რაღაცების წაშლა გიწევს. ესე იგი מחარას ვიცნობ. არ გვინდა. გიორგი კატოძი გვინდა. ჯოაბა ახალ YouTube ლიგაზე მარტო ცნობილები ითამაშებენო. აუ, წამეშალა ეს. აგეშალ. საკანაჟენ. ხო, იბერია რო გამოვარდა გახსოვს? აუ YouTube ლიგა ძალიან კაი პროექტია, უბრალოდ მართლა ნახევარი, ანუ ვინც მოიგო მეგონე წინა სეზონი, საერთოდ არ არიან ცნობილები ხო და ეგ ცოტა YouTube ლიგის არ სცდება და ჩემი აზრითაც ეხლა მაინც თუ იზავენ ისე რომ მხოლოდ ცნობილები და მხოლოდ YouTuber-ები იქნებიან ლიგაში, ძალიან მაგარი იქნება. და ბასტომ ერთგან თქვა რომ საიდმენლები იქნება ჩამოვიყვანოთო და მაგას თუ იზავენ ვაფშე ყველაფერს ვაპატიებ. აკაი. საიდან? პირველ ადგილზე როა? სულ ისიც მაგინდოდა. ბიჭო რა ჭირს? ბიჭო, აი ხა დავაფორმატეთ. აუ რა დამემართა ეს ჩემი როგორ მომივიდა. აი რა გჭირს თო? ეს სექსებისთვის წამეშალა. ფოლდერი. ხო ბიჭო, წამო ეხლა წამო რა გჭირს რა? აუ არა. გამდიჯენ უნდა გთხოვო წამო მე წაშლი რა. როგორ ხარ? თავი. მომშვიდობა, გუშინ გველმა გიკვინაო გავიგე და ამოგიწოვა ვინმე? ხო, ერთმა და ზაი ერთმა შენ არიცი. რამე ხوار გაქვს კიდე ერთმანეთის. ბიჭო, თემა არ არის, მაგრამ ანეკდოტი გამახსენდა. იცი, ამ თემას. არა. ყურდღელი მიდის სახლში და ეს ძალიან ღამეა და ვეღარ შეასწრო სახლში შესვლა და უცბად ისქნა ბოდიში და ჩაიხადა და იქვე ქნა რა. და მეიხურა კარი, შევიდა სახლში და დილით რო გამოვიდა, ესე ფეხი ჩადგა აუსრიალდა და ოხაკ ვინც მოჯვა იმის დედა და მე გაახსენდა თვითონ მოჯვა და ვინც მე შემაგიდა იმის. მე გაახსენდა რომ თვითონ შეაგინა და ბიჭო, თემატური იყო მე მგონი. კაი ხო რა აღარ გვინდა ეს ანეკდოტები ჟურნალში წაკითხული, ისევ შესიუვარს მიაწიკი ჩემი აზრით. რომ ეს არ იყო არაფერი საერთოდ. იაუი. გაეცინა ჟიურის 50 ლარი. მადლობა. ამდებილობების გარეშე. ყვალი წერს რასისტი კომენტატორი. კი. როგორც გავიგე აქ შემატყობინეს რომ შავკანიან ფეხბურთელს სტატუები ქონია რა თუნდა არ ვიცი მაგრამ ქონია აქ ჩორნამ მიიღო ბურთი და სამიანი და აი მომენტია და რა შესანიშნავი მომენტი გააფუჭა ზანგია აუ სხვათა შორის ზანგი საერთოდ არ შეურაცხმყოფელია ძველ ქართულში ანუ ვეფხის ყავსანში აქვს ზანგი გამოყენებული შოთა რუსთაველას ამიტომ სიტყვა ზანგზე ვინც გვეკიდებით ხალხს არ ხართ სწორები და იცოდეთ რა მგონი დროა საჯმა დაამთავროს ამაში თორე დაღამდება და მე აზრი არ აქვს აზრი არა ანუ კარიერის თამაშს ატარებს აშკარად. ახალი გამოთრახებულია და მაგით. აქ ფეხბურთელები cooling break-ია, ფეხბურთელები ისვენებენ წყალს სვამენ. აქ თუ დალევენ ახლა თორე. ოი დედა. აი გერმანიის ნაკრები შავებში არიან, საფრანგეთის ნაკრები კი არიან.
არიან. ვა, რა შეაგდო ჩინგჩონგამ, ვა. აქ რაჭკაპურა მიიღო ბურთი და წაიღო შეკვეთა საბურთალოს. აქ შეაგდო გოლი რაჭკაპურა მოგვიწევს ახლა 9 საათი ამის ცეკვის ყურება მიდოდა. ხო, თქვენ კონდეთ შანსი რომ ლუკას ინდური ცეკვა გენახათ, მაგრამ არ დაალაიქეთ ჩემი პოსტი, ხო და იყავით ახლა ეგრე და მარტო მე მექნება ეგ ვიდეო. დაჟუაში ყვარც, მაგრამ გამახსენდა. 500 ლაიქავდია მე მგონი და მე 1000 მინდოდა ხალხო, ამიტომ თქვენ დაკარგეთ იდეალური შანსი. ნიკოლოზ წერეთელი. წერეთელი. თან მაგათ წერია სომეხების აუქციონი. სომხების აუქციონია სწორი მე მგონი. აბა ვინ გადაიხდის ნაკლებს? 50 გადავიხდი. აბა ვინ გადაიხდის 2 სომეხს? 3 სომეხი, აი იქით უკან 4 სომეხი გადაიხადა. აი მე. დღეისათვის სულ ეს იყო ამოწურულია ლოტები. ჩაკუჩი, აბა ჩაკუჩი ვინ იყიდეს? ჩაკუჩი ვინ გადაიხდის? საშილად წარუმატებელი ჯადოქარი. გამარჯობა თქვენ ჯადოქარი ხართ ხო? ის გადიდება მინდა და აი თუ იქნება. სად გაიქცა? არ ვიცი. საჭმელი რა გვაქვს? აი კურდღელი მომიკვდა დღეს და ოხშენი. აუ რავი. ესეთი რაღაც არასდროს არ მომსვლია საწოლს. რო კითხო ჯადოქარი ხარ. ამათფამ. აუცილებლად ჩამოდით რანჩო ვარიანში. მეტი აფერი არ უნდა მაგათ. და თქვენს წინაშე გაქრება ქართლის დედა. გაქრება. კარტი და ცოტნე იყო. კაი კასტი გქონდა. ლაშა მურადოვი. ძალიან საინტერესო თემა მოვიდა. თავისუფალი ხუმრობა. კურდღელი მიდის სახლში და ართან კაი მეორე ვერ მოვისმენ ამას. არ ვიცი ამადლობა. სიტუაცია როცა დილით ვერ იძინებ. ერთი აზრი მომივიდა ჩემო მეგობრებო, დილით როცა ადგებით, ვისაც გვაქვს სათხილე, ციბოთ. რატო გაჩერდი? ხო დავჩე. ოხუისტი ქირურგი. ოხ შენი კიდე აქ წამრჩა. ალო. კიდე კაი სადმე დაბლა არ მეკეთებდი ოპერაციას. ოხ რამე არ დახო მეც ახლა. აი, მიყავს ხოლმე. კრიტიკრიტი, მაგრამ აი ნაწლავები გადავწერი. 12 ბოჯა. რაკეტა, ესნაკერი ჩაკეტა. ნიკა ნადირაძე გწერს მეგობრებო. ძველი ბიჭები მაფიაში. მეგობრებო, რავი, ჩემთვის აშკარაა, რომ ქორო წითელია და ვინა, წითელი, ბიჭო. დავი გააჯვი. ეს ვარ დააჭერე, მოუწია. ჩავიკუზოთ მეგობრებო სკამებზე. რატო აღარ დადის ხალხი საერთოდ ვეღარ შევავსე მაგიდა. დამკვირვებლად არიან არჩევნებზე დასული. ხუმრობა იყო. რა დეტექტივი, არ ვარ დეტექტივი ძაღლობა და ის შენგან შორს, აო. გავიხსენ. ჩოვიხსენი. ხო და მე მგონია რომ 3 ნომერი არის მაფიოზი. პას, აბა. პას გამომიგოვე. ილოს სკეჩიდან არის. ლუკა კეკელიძე გწერს. ინდოელი ბაბნიკი. აუ
მუსიკას გაიმებეთ თავი, ცოდოა. ანუ გაწესია. უნდა გამოიქცეს და სუქდეს. Indian Babnik. აი თქვენი შეკეთა მომიტანეთ, სხვა დამაფიცებინებთ. აი გუშინწი მიბანავე რა. ჩემი გული თქვენ შეუკვეთეთ. ვა, ეს BMW-ა? ნე, ტეტა ბენტლი. ტეტა Ferrari. კაია, ბიჭებო, კაი ბიჭები ხარ. ამ შემადგენლობით პირველი ის იყო კითხობის თამაში და საკმაოდ კარგი იყო დებიუტის გუნდიში. კაი ბიჭი ხარ. მაგრამ არ მთავრდება ამით დღევანდელი ჩვენი ჩაწერა. წინ გველოდება კიდევ ერთი რუბრიკა. ხო, რუბრიკები ყოველთვის სხვა რუბრიკები აქვს ხოლმე, მაგრამ ჩემი ფავორიტი არის ანგელოზი და ეშმაკი და ეშმაკი რო ლუკა ახოლმე ეგ მომენტები განსაკუთრებით რომ ძალიან კაი გამოდის ჩემი აზრით. და ეხლა არ ვიცი რა რუბრიკა იქნება. მაგრამ რაიმე ახალი და საინტერესო თუ იქნება, ეგეც ძალიან გაასწორებს. ხო. და დენს რო იტყმეინება ეგ რუბრიკაც ძალიან კაია ხოლმე, იმიტომ რომ ვერასდროს ვერ ხვდებიან, სტუმრები როგორც წესი თავიანთ რაღაცას და ეგ ორმაგაც ახალისოა. არ ვიცი ქორო რამდენად გაკაჩავს თავის ტრამირებული ფეხით. მაგრამ მოუწევს მაინც თამაში რუბრიკი. მქონდა ორი სცენარი, ერთი მძაფ სიუჟეტიანი არ გამოდის, იმიტომ რომ ტრამირებულები არიან. ები რატო? ზოგის ხორებისეულ და ზოგს ფეხით კივა, ზოგს ისე, ზოგს ესე. მოდი ხა გავაკეთოთ ეს რუბრიკა და ამით დავამთავროთ. გუნდი შეიქნება მთხრობელი. აი ეს მოგიმზადეთ ისევ. შეგიძლიათ მიირთვათ. და ბიჭები იქნებიან მსახიობები. გუნდი შეიქნება მთხრობელი, რასაც გუნდი შეილაპარაკებს, იმისი განსახიერება მოუწევთ ბიჭებს. მათ არ ეცოდინებათ არაფერი, ვინ რა პერსონაჟია, ვინ რას დიალოგი აქვს და ასე შემდეგ. ყველაფერს უკარნახებს გუნდიშა. აი, ჩვენი ექსპერიმენტული თეატრი უკვე მზად არის, რომ შეგვისრულონ წარმოდგენა. დავამხნევოთ და დავიწყოთ. ერთ პატარა ქოხში ცხოვრობდა ხელმარჯვე ოსტატი გოდერძი. მაღალი, წელში მოხრილი კაცი, რომელიც მაინც ხშირად არ ბანაობდა. და სასაცილო დაცემინებდა. ის დილით სარკესთან დადგა და ხელები უცნაური მეთოდით გაახურა. ამის შემდეგ ის დაზგას მიუჯდა და ნაზად დაიწყო ხის დამუშავება. თან რაღაცას ღიღინებდა. ამ დროს კარზე უცნაური ზარი გაისმა. კლინგ კლინგ. კლინგ კლინგ. ოსტატს გაუკვირდა და ხმამაღლა თქვა. ჯერ თქვა. კარი დაჭრილა კომბლემ შემოაღო, რომელსაც ოსტატს კახური აქცენტით უსაყვედურა. ვინ შემოაღო? დაჭრილმა კომბლემ. კომბლემ. ბიჭო, რა შვევი. და დაჭრილიო. ბიჭო. კახურია. ბიჭო, აბა. არა, იმერულია. რაზეც ოსტატმა წერულად მიუგო. ლაპარაკი არის ის. რა ბეთქვი ცოტა. კომბლე უცნაურად დადიოდა, თითქოს უკანალში იყო დაჭრილი. გატეხილი კომბალი მიაწოდა ოსტატს და მოუყვა თუ როგორ გაუტყდა ის. ეს დავაზილე იმას, ცხარი მეტლიკინებოდა. გადავაზილე და გადაწყდა რა და.
ოსტატმა კვლავ ხელების გახურება დაიწყო და დაპირდა კომბლეს, რომ კომბალს გაუკეთებდა. ოღონდ ერთი პირობით. ეს კომბალი იქნება სხვარც აღარ დაარტყა მეორეჯერ. რაზეც კომბლე სიხარულით დათანხმდა და გოგოსავით ამოიკვდეს. გოდერძი დაჯდა და კომბლის კეთება დაიწყო. თან კენდრიკ ლამარ ანუ გოდერძი აშკარად ლუკა უნდა ყოფილიყო. ანუ მაღაზე იყო გათვლილი, იმიტომ რომ ჯერ დაუბანელიო, მერეო კენდრიკ ლამარიო და აშკარად ლუკა უნდა ყოფილიყო გოდერძი ჩემი აზრით. არის სიმღერას ღიღინებდა. ზეინოკლაკას. მოწყენილა კომბლემ თავის გართობას სცადა. კუთხეში და ოსტატის სიმღერაზე ცეკვა დაიწყო. და ასე გავიდა ოთახიდან. ზეინოკლაკას. და გავედი? ასე გავიდა ოთახიდან. მე ვაკეთე, ხო? გოდერძი ისე შეყვა კომბლის კეთებას, რომ ფეხებიც გაუკეთა. ხელებიც და სიმღერის ფონზე კომბალი გაცოცხლდა. წამოიმართა და პირველი სიტყვები თქვა. ზეინოკლაკას. მოდი შეს ფეხი კოჭლი გამომივიდა ცოტა. ზაზა. გოდერძი შეცვა, თვალები მოიფშვნიტა, იფწყინა. სახეში სილა გაირტყა და დაიგინა. ოი არა ის ნამდვილად ცოცხლად ხის არსებას ხედავს, რომელიც გაუთავებლად იმეორებდა სიტყვას. ზაზაზა, შენი კარგი მოგიტნა. ზაზაზა, შენი კარგი მოგიტნა. მაურზე ოთახში კომბლე შემოვიდა და დაიძახა. ახდება აქ, ახმაურია. ზეინოკლაკას. ოსტატმა კომბლეს თავისი კომბალზე მიანიშნა. აი ესაა შენი კომბალიო. აი ეს არის შენი კომბალიო. გააცოცხლდა ეს კარგ ცოცხლდა ეს კარგული. ბიჭო, ის იტყვის. აფორიაქებულმა გოდერძიმ ცრემლები ძლივ შეიკავა. გოდი. კომბლე თავის კომბალთან მივიდა. ორივემ ერთმანეთს საკმაოდ ახლოს ჩახედეს თვალებში. კომბალმა დაიძახა. მამა? კომბლემ კი მიუგო. კომბალის შეკეთება ხოლმე. აუ ერთე ჯიგარი. კომბალს ხელი ფეხში მოკიდა და ძირს პორტხიალით გაიტანა სახელოსნოდან. კომბალი კი გაუთავებლად იმეორებდა. რომელი ფეხი? აბა იდი და. აბა ეს ფორაქტიო. ადი თქვენ გამოდით ჩემ Facebook-იდან. რადი დამოუდგეთ ჩემ Facebook-ზე. სარკესთან მივიდა, ისევ ხელების გახურება შემოგთავაზა, სიგარეტს გაუკიდა და ზღაპრის ბოლო ფრაზა თქვა. ასარნა ხოკას. ბრავო! მედი ახლა ეხა წავირბინოთ ერთი და ვა, თქვენ გაიხარეთ რამაც წინ. აბსოლუტურად. აბსურდი იყო. ცოტნე. იქ დიალოგების დროს რაღაცა შორისდებულების მორალი დამთავრდა. ჩემი პერსონაჟია და როგორც მინდა ისე. არა, მართალი ხარ. ეს იყო აბსოლუტური იმპროვიზაცია, ბიჭებმა არ იცოდნენ არაფერი და მე მივხვდი რომ ქორო არ შემოაგდეს თავიდანვე, გაუფრთხილდნენ ფეხის ტკივილის გამო. რა სიყვარულები ხართ ბიჭო, აი. მეთხოვე, თორე გამოიწეროთ ოქტოპუსის არხი. ბიჭებს აქვს თავის პატარ-პატარ არხები, აქვს ღამაც სამარილე. ის რაღაცა საფეხბურთო გუნდში რაღაცა დაქცეულ ფეხბურთს ცდილობს რომ ხელი შეუწყოს და ლუკას აქვს ინდური ტიტულელების არხი და
ბიჭები წვალობენ და გამოიწერეთ, რავი, ანუ ძალიან კაი ბიჭები არიან. რაც ეხება ჩემ არხს, მალე ჩაეშვება ჩემი არხი და ისე შეგიძლიათ გამოიწეროთ. კალა შენ არხს ველოდებით, რავი, წლებია მე მგონი უკვე, ხო და მალე რით ვეღარ დადგა სექტემბერში დაგეწყო, სექტემბერში მოვიდა უკვე და რა ხდება? მე გამოტრიალი მაქვს უკვე მე მგონი, არ ვიცი. ცხრებული ძალიან მომეწონა. კარგი იყო, საუკეთესო მთლად ვერ იყო, იმიტომ რომ ჩემთვის პარუნას ეპიზოდი და თუნდაც წინა ეპიზოდი იყო ძალიან კაი, მაგრამ ეს იმდენად კარგი მთლად ვერ გამოვიდა და რატო? თემები დიდად არ მომეწონა ეს წამი. თემები დიდად არ მომეწონა. თემებზე ძალიან ბევრი რამე არის ხოლმე დამოკიდებული. კალა ჩემი აზრით სცენაზე უნდა იყოს. ყოველთვის მაკლია ხოლმე კალას სცენაზე კიდე რაღაც ერთი ეპიზოდი იყო, სადაც სცენაზე არ იყო და ავტორიაში იჯდა და მანდაც რაღაცა ცოტა დამაკლდა ხუმრობები ამ შემდეგ და გუნდიშას ძალიან კარგად გამოვიდა, რა თქმა უნდა, უბრალოდ გუნდიშა წამყვანის რანგში არის იდეალური და ეხლა გუნდიშა წამყვანად დამაკლდა, მოკლედ. ხო და აუდიტორიასთან ესეთი რჩევა მექნება, რომ რაღაცა ვატყობდი, რომ ბოლომდე თითქოს ვერ იცინოდით კარგად და არ იცინოდით და ანუ იქ რო ხართ, ჯერ ეს ერთი ხალხი რიგშია, რომ გაცვლებულზე მოხდეს, ხო და მაქსიმალურად ისი ამოვნეთ, ნუ გერიდებათ სიცილის იქ კამერაში გამორჩებდა რაღაცა, გამოჩდეთ მე რა მოხდა. და ხო ეგ დამატებით მუხთიძლევა, რომ შემდეგ უკეთესად იხუმრონ ბიჭებმა რა. მე როცა ვარ ხოლმე, ყოველთვის ვცდილობ, რომ არ შევეკავა თავი და მაქსიმალურად ვიცინო, ანუ ის კი არა რომ ძალით გავიცინო, არა, უბრალოდ თუ მეცინება არ შევეკავა თავი და გავიცინო რა. ხო და მედია მივხვდით რის თქმაც მინდა. იმიტომ რომ რაღაცა მუხტი დამაკლდა აუდიტორიის თითქოს. ნუ ალბათ იმიტომ რომ მე არ ვიყავი, არა, ეს ხუმრობ რა თქმა უნდა, მაგრამ წინა გაცვლებულზე უკეთესი გაცვლებულებზე რაც მიყურებია, თუნდაც უკეთესი მუხტი იყო. თქვენ კიდე აუცილებლად გამოიწერეთ ჩემი არხით, დატოვეთ კომენტარი. შემდეგ კიდე დავარიაქტო, ეგეც თუნდაც, ან რა ტიპის ვიდეო გესიამოვნებოდათ, ვინც მიყურებთ ასე თუ ისე და უკვე ჩემი გამოწერები ხართ, ვინც ახლიდან გამომიწერეთ. გადახედავთ ჩემს YouTube არხს და რაიმე რჩევები თუ გქნებათ, ეგ დამიკომენტარეთ, ძალიან გამიხარდება. YouTube community-ს ჯგუფი გვაქვს Facebook-ზე და მანდაც გამომყევით. და სულ ის იყო. მადლობა დროისას მომისთვის, ნახვამდის.